გამარჯობათ, მოგესალმებით, მეგობრებო. მოკლედ, დღეს მინდა რამოდენიმე ესეთ საჭირო როტო საკითხს მინდა რომ შევეხო საქართველოში. ამას წინათ დაიწერა პოსტი ესეთი, რომ მოკლედო ვინცო მანქანებით, ვისაც არ გვინდაო რომ ეს კანონ პროექტი გავიდეს, რომელიც 6 წელზე ქვევით მანქანის ჩამოყვანას ხვდავს საზღვარგარეთიდანო, ავდგეთო და პეტიცია შევადგინოთო. პლუს მაგასო რაღაც პოსტი დაიწერა, რომ ისაო რა ქვია, შევიკრიბოთო, აი ესეთი პოსტი არის რა, შევიკრიბოთო მოკლედო და სიგნალებითო გავასაჯაროთო, გავასპროტესტოთო ჩვენი ეს სიტუაციაო, რაც არ გვინდაო რომ მოხდეს ეს კანონ პროექტი, რომ უკან გავატანინოთო. ხალხო, მე მარტივად მაინტერესებს, როგორ ვერ ხვდებით, რომ სახელმწიფოს კანონ სიგნალები კი არა, ხალხი კიდია ფეხებზე. ყურში საცობებს დაიცობენ და всё მორჩება მაგით ყველაფერი, დასრულებული იქნება აბსოლუტურად ყველაფერი. რა სიგნალებით, რა რაღაცა ჟრიამულით და რა სვისტოკებით და საშტვენებით მოგინდათ, კაცო. რატო რაღაცა რეალური ხო შეიძლება რომ თქვა ადამიანმა, რომ დაიწეროს ისეთი ან პოსტი, რომ ბიჭო, რა არიცით, ხალხს რაც არ მოსწონს პირობითად და რაზეც შფოთდება, ამ ყველაფრის გაპროტესტება უნდა როგორ იცით, რომ იჯდნენ სახლებში, იჯდნენ ოფისებში, იჯდნენ თავიანთ სამსახურებში, მანქანებში და იქიდან რაღაც აბა მიდით ბიჭებო და თქვენ გვერდში ვარ და გენაცვალე და რაღაცა და სიგნალე, რა სისულელეა. რა სისულელეა ჯერ ეს საერთოდ ეს რა სისულელეა, მე მაგას ვერ ხვდები. იმითი რა ქვია, სვისტოკები იმ სიგნალებით როგორ უნდა გაატანინო კანონ პროექტი დღევანდელ ხელისუფლებას, მით უმეტეს ხელისუფლებას, რომელსაც საერთოდ ხალხი ფეხებზე კიდია. ხალხი კიდია ფეხე, რა სიგნალებზეა საუბარი, კაცო. ელემენტარული ხო შეიძლება რომ ვიღაცამ რაღაცა ნორმალური დაწეროს და თქვას რომ მოდით ხალხო, იცი რა გავაკეთოთ? დავყაროთ მანქანები შუაგზაში, დავტოვოთ, ხო, ამათ ხო მაგაზე ხო აქვს პრობლემა, რომ რაღაცა 6 წელზე და 7 წელზე და რაღაცა მაგ ასაკებზე ხო? დავტოვოთ ბიჭო შუაგზაში მანქანა, დავუყაროთ შუაგზაში მანქანები და რა ვიცი, ზიდონ ევაკუატორები 1000 მანქანა რო გაჩერდეს შუაგზაში, ქალაქი არის პარალიზებული. ჩათვალეთ პარალიზებულია. მორჩა გაჩერებულია ქალაქი. და რამდენი უნდა წაიყვანონ ევაკუატორებმა და იმათმა მერიის ჯუბა თუ ის რო არის რაღაცა ევაკუატორი, რამდენი უნდა წაიყვანონ, რამდენი მანქანის ტრანსპორტირება უნდა მოახდინონ, გეკითხებით. მე მოუწევთ დარეკვა ყველა იმაში, რომ იცით რა არის, გადააყენეთ მანქანა და ჩვენ აუცილებლად რაღაცას მოვიმოქმედებთ და კანონ პროექტს შევცვლით და რაღაცა და ანუ ეს არის რეალური. რაც მე იმას არ ვიძახი, რომ აქ ხალხს რო წვავდნენ იმითი რაღაცა მოლოტოვებით და რაღაცა რადიკალურ რაღაცებს რო აკეთებდნენ. ეგ პროტესტი კი არა, ეგ არის რაღაც საგიჟეთი ხდებოდა საერთოდ. ეგ არის ვანდალიზმი პირველ რიგში რა. ჯერ როგორ შეიძლება კი ქართველს რაღაცა გადაასხა და დაწვა და იმას აქნა რავი ადამიანი, რომელიც რაღაცა სამსახურში მუშაობს და ბრძანება აქვს იქიდან, რომ იქ უნდა იდგეს და იქ უნდა კაროჩე აღარ გავაგრძელებ. ხო და აი ესა, აი ელემენტარული კიდე, აი ნახეთ მეგობრებო, აი რა არის იცით, სანამდე აი ესეთი მოცემული სიტუაციები საქართველოში იქნება, რომ ეს 50 ლარიანები, 100 ლარიანები და 200 ლარიანები და 300 ლარიანი ჯარიმები უპრაკუნოდ დაიწერება, მანამდე საქართველოს და ჩვენ ჩუმად ვიქნებით და ამ ჯარიმების გადახდებს დავიწყებთ, მანამდე საქართველოში იქნება სრული ესეთი განუკითხაობა და მომჯდარი იქნება ხელისუფლება. ეხლა ნახეთ რა, ვინც ცოტა მანქანებში იმაში რა ქვია
რაღაც გარკვეული მეებში საპარკინგია თუ რაც არის, იმებს ჩახედულები ხართ რა. მანქანის გომა გაჩერების წესით არის დაწერილი ჯარიმა. მოკლედ, ეს არის ჩემი მანქანა. აი აქ, ამ მომენტში, როდესაც სურათები არის გადაღებული, არც ერთ კადრში არ ჩანს, რომ მანქანა დგას ნიშნის მოქმედების ზონაში, სადაც არის დგომა გაჩერების წესების დარღვევა. მე საერთოდ ბოდიში და ფეხზე მკიდია და ერთ ადგილზე მკიდია, იმის უკან სადღაც 200 და 300 მეტრში არის თუ არა დადგმული დგომა გაჩერების წესის აკრძალავი ნიშანი. ეგ იმიტომ რომ ფაქტი, როდესაც მე ვიღაცა მაჯარიმებს და მეუბნება რომ შენ იცი რა დარღვევით იდექი, მაშინ ფაქტით უნდა დამაჯარიმო. ის 300 მეტრში რო დგას, პირობითად დგომა გაჩერების ნიშანი, ისიც უნდა გამომიჩინო რომ რო რაღაცა იყოს, მე ლოგიკურად მივხვდი რომ აუ იცი რა დამირღვევია. იდეაში ამ ქუჩაზე არაფერი არ დგას. არაფერი არ დგას მასეთი ნასახი, ეს არის ვიღაცა ნაბოზო არის გადაღებული, ან კორპუსიდან, ან საიდანღაც გადაღებული არის, რომ შეწუხდა ადამიანი, არა და ეს არის დასახლებული პუნქტი ჩვეულებრივად, ეს არის ეზოა რა, ესე რომ ვთქვათ. და ეს აქ არის მაღაზია, სრულსაც მაღაზიის პარი, სადაც ხალხი ყიდულობს. ეს და ბიჭო, რა არის იცით რომ აი ესეთ რაღაცეებს, როცა ადამიანები ჩუმად ვართ, წყალში პირში წყალს ვიგუბებთ, გაჩუმებულები ვართ, ამხელა ის ჯარიმები რომ მოდის მოსახლეობას და ხალხი საერთოდ რომ ვაფშე რო არაფერს არ ლაპარაკობს ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ყველა რო ჩუმად არის. ანუ ნახეთ, იდეაში პრობლემა არის ამაში, რომ გადაჯემის პიკი აქვს აი ურბანული და განვითარების თუ რა დედის ტყნის სამსახური არის, აი ამ ხალხს ფეხზე კიდიათ მოსახლეობა საერთოდ უპრაკუნოდ წერენ ჯარიმებს, თუ გაუმართლებთ და ვიღაცა თუ გადაიხდის, აი ახლა ამ არაფრის მომცემ ჯარიმას, რომლის გასაჩივრებაც, რომელიც ექვემდებარ კი არა, ხალხო დაიმახს ნებისმიერი ჯარიმა, სულ 100% ტყუანი იყო, ნებისმიერი ჯარიმა ექვემდებარება გასაჩივრებას, ნებისმიერი ჯარიმა. და ვინც კიდე თბილისში, საქართველოში ცხოვრობთ და ზოგი უცხოეთთან მიყურებს, ყველას მოგმართავდა თხოვნით გთხოვთ, რომ აი მე ნაბოზრებს, ნუ ჩაურიცხავთ აი ესე 50 ლარებს და 100 ლარებს. ნებისმიერი ჯარიმა, თუნდაც რომ ციცოდეთ, აი ხლა ერთ რაღაც საუბრს, თუნდაც რომ ციცოდეთ, რომ პირობითად ტყუანი ხართ 100%-ით, მაგრამ ადამიანის ნებისმიერ სიტუაციაში შეგიძლია რომ თავი გაიმართლო ბოლოს და ბოლოს რაღაცა სიტყვი რომ გასამართლებელი მიზეზი ყოველთვის აქვს ადამიანს ნებისმიერ. მით უმეტეს, როდესაც კანონის თემაში და რაღაც იურიდიული თემა ხდება, ნებისმიერ მომენტში შეგიძლია შენ რომ მოიყვანო შენი არგუმენტი, რატო არ ეთანხმები ამ კონკრეტულ ჯარიმას, თუნდაც მტყუანი რო იყო. ეხლა ეს ჯარიმა 100%-ით გასაუქმებელია, იმიტომ რომ არანაირი ნიშნის მოქმედების ზონა არ არის, არაფერი არ დგას. მან დრო ვიღაცა მიმითიცოს, რომ აი ნიშანი მანდარი და აი ნიშნის მოქმედების ზონაში იმყოფები. ხალხო, ნებისმიერი ჯარიმა გაასაჩივრეთ, რომელიც ან პოლიციიდან იქნება, ან აი ხლა, ან თუნდაც ურბანული განვითარების რაღაცა იმიდან იქნება, მერიიდან. აი ბოზიშვილებს ნუ მივცემთ იმის უფლებას, რომ ხალხს წიხლი დააჭირონ რა ხალხო რა, ნუ მივცემთ რა. და ნახეთ როგორი სიტუაცია, როდესაც თქვენ დაიკიდებთ და არ გაასაჩივრებთ მოცემულ ჯარიმას, აი პირობითად ეს ჯარიმა რომ არ გაასაჩივროს, არ გავასაჩივრო მე და კიდე სხვა დანარჩენმა ათეულობით ადამიანმა, ხო? რამოდენიმე ხნის განმავლობაში, ანუ პროგრამა ავტომატურად უკვე აღიქვავს, რომ ამ ადგილზე იწერება ჯარიმა, ხალხი იხდის ფულს, პრობლემა არ არის მაგაზე, მაგრამ 301 კაცს რომ მოუნდეს ჯარიმის გასაჩივრება, აი ეგრევე დაუხარვეზებენ იმას და ეგრევე უარყოფით გამოუშვებენ იქიდან და იმ ჯარიმას ეტყვიან რომ ბიძია წადი გადაიხადე, 300 კაცმა გადაიხადა, აი ზუსტად ამ სიტუაციაში ჯარიმა და შენ ვინ ჩემი ფეხები ხარ, ცოტა ესე ბრჭყალებში რო ვთქვათ, ჟარგონულად რო ვთქვათ და
აი ამ კონტექსტით გამოგიშვებენ იქიდან და ხალხო არ გაატაროთ ყველა ჯარიმა ექვემდებარება გასაჩივრებას წაიღეთ მარტივი არის მით უმეტეს როდესაც მერიის ჯარიმებზე არის საქმე არ არის აუცილებელი რომ მერიის ჯარიმა შეიტანოთ იმაში რა ქვია მერიაში არ არის აუცილებელი ნებისმიერი თუნდაც გამგეობა რეგიონებში ხო არის გამგეობები აი ისნის გამგეობა პირობითად რაღაცა ნაძალადევის გამგეობა გლდანის აბჭალის ხო აქ ხა ყველა ზონას თავის გამგეობის ისა აქვს არ არის აუცილებელი მიდიხართ გამგეობაში იქ არის ჩემი ოჯახის ადვოკატი სრულიად უფასოდ გიწერთ იმას სარჩელს დანარჩენი განცხადებას თქვენ მოგეხმარებათ კიდევ ის ქალბატონი გეტყვით თუ რატო არ ეთანხმებით გაგიმართავთ ტექსტს და იურიდიულ ფორმით დაგაწერინებთ ამ ყველაფერს იქავე მე გადაკეცავთ ამ ფურცლებს და იქვე გამგეობაში რიგის ნომერს აიღებ და შეიტან გამგეობაშივე ამ ჯარიმას მოცემულ ჯარიმას რომელსაც არ ეთანხმები ამ ბოზიშვილებს აი ბოზებს ნუ მისცემთ საშუალებას ხალხო რომ ჯიბეები გაისქელონ რა აი ეს ჯიბეები რომ გამოივსო ნუ რავი ნუ მივცე საშუალებას ერთმანეთი დავაფასოთ ხალხო ერთმანეთს გვერდში დაუდგეთ ერთი მეორეს გვერდში დაუდგეთ და რაღაცა ნორმალური ისეთი მოიფიქრეთ ისე კი არა სვისტოკებით და სიგნალებით აქ საქმე არ გაკეთდება რა რამდენმა ადამიანმა გინდაც იმაზე თუნდაც აი ეს კანონი რო შემოდის რამდენი ადამიანი კარგავს ბიზნეს შემოსავალს რაღაცა ელემენტარულ ლუკმაპური საშუალებას რომ ვიღაცას მანქანები ჩამოყავდა და ყიდდა და 200 და 300 და 500 დოლარიან მოგებას რო აკეთე რამდენი კარგავს ხო ძალიან ბევრი რა ადამიანებს ტოვებენ ჰაერში ხო და აი ესეთი რაღაცეები ხალხო არ უნდა იმითი რაღაცა სიგნალებით და სახში ჯდომით და ოფისიდან აი ესეთი რაღაცა კანონპროექტის უკან ვერავის ვერ გაატანინებთ რო იცოდეთ რა ვერავის ვერ გაატანინებთ ხალხო და კიდევ გიმეორებთ აი თავრობას ვეუბნები რა ეს ხალხი თუ არ გიყვართ ხო ხალხივე აგაჯემევინებთ აქედან ბიჭო რატო იცი იმიტომ რომ ხელისუფლებაში თქვენ ახართ აი ახლა სიმართლე გულში რო ჩავიხედოთ რამდენი თუნდაც მინისტრის შვილის მანქანისთვის არის დაწერილი დგომა გაჩერებისთვის ჯარიმა რამდენის მითხარით თუნდაც დეპუტატის შვილისთვის რამდენისთვის არის დაწერილი რატო თქვენზე რატო არ ცელდება ეს 50 200 300 ლარიანი საურავები თქვენზე რატო არ ცელდება ჯერ არის ხელფასი საქართველოში არის რაღაცა 800 ლარიდან თუ 700 ლარიდან იწყება რაღაც მაღაზიის დონის ხელფასი და ვიღაცამ რომ მანქანის ყიდვა გადაწყვიტოს დაანძრეული აქვს იმას ჩათვალე რა თლიანი ხელფასი ცალკე საწვავი ასხას ცალკე სერვისი მანქანას და ცალკე ის და ცალკე დარჩე არ შეიძლება რა მასე რა პირში წყალი არ უნდა ქონდეს ხალხო ჩაგუბებული რა მოცემულ სიტუაციებთან დაკავშირებით რა აბა კარგად იყავით მეგობრებო და რავი აბა იდეაში დავწეროთ როგორი იდეა არის მაგალითად მანქანების გაჩერება შუაგზაში და ამ სახით გაპროტესტება მოცემული კანონმდებლობის აბა კარგად დამიწერეთ კომენტარებში და მითხარით დალაიქეთ გააზიარეთ მადლობა